რუსთავიორის ეთერში განსაკუთრებული მუსიკალური თავგადასავალი იწყება. სტარტს იღებს მუსიკალური მეგაპროექტი საქართველოს ხმის მესამე სეზონი. სეზონის გახსნა 26 მაისისადმი მიძღვნილი განსაკუთრებული კონცერტით აღინიშნება, სადაც პატრიოტულ კომპოზიციებს პირველი და მეორე სეზონის გამორჩეული მონაწილეები ჟიურის წევრებთან ერთად შეასრულებენ. შემდეგი კვირიდან კი მაყურებელი უკვე შესარჩევ ტურს იხილავს, სადაც მონაწილეებს ჟიური წკინვალე სამეული დათო ფორჩხიძე, რუსა მორჩილაძე და პროექტის ახალი წევრი არჩილ სოლოღაშვილი შეაფასებენ. რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი მაყურებელთან ერთად შეეცდებიან აღმოაჩინოს საქართველოს ხმა. ჩვენი სტუმრები არიან რუსთავიორის პროდაქშენის დეპარტამენტის მთავარი პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია, ასევე გამარჯვებული დათუნა მესტერიშვილი და მარია მერქომაიშვილი პირველი სეზონის მონაწილე. მოგესალმებით გიორგი მოგესალმებით. დათუნა და მარია მოგესალმებით. როგორ ხართ? კარგად თქვენ? კარგად. გილოცავთ პირველ რიგში დღევანდელობას და გილოცავთ მესამე სეზონის დაწყებას, რომელიც დღეს საღამოს დაიწყება რუსთავიორის პირდაპირ ეთერში. გიორგი, უნდა გკითხოთ როგორია სამზადისი, დაიწყეთ თუ არა უკვე მონაწილეების შერჩევა? დავიწყეთ და სწორად ორში უნდა 2 ივნისს უნდა დავიწყოთ აი თავარი კასტინგები, რაც ეთერში ახლა მაყურებელი იხილავს და ნინო შუბლაძის იდეა იყო რომ 26-ში ერთი კვირით ადრე დამოუკიდებლობის დღეს კონცერტი დაგვეწყოს, რაც იქნებოდა ერთგვარი წარდგენა ჟიურის, წამყვანის და ახალი მონაწილეების გამოჩნდება ბოლოსში, მაგრამ რაც თავარია იმღერებენ ჩვენი ორი სეზონის აღმოჩენები, ვინც არა ძალიან მაგარი ბავშვები ახალგაზრდები და ნუ ვიცნობთ ყველა ძალიან კარგად. ჩვენი ხშირი სტუმრები არიან და აქტუონებულები ვართ ხოლმე. ძალიან კაი კონცერტი არის, ასე რომ მოუწოდოთ ყველას, ვინც დღეს სახშია და რა ვიცი ტელევიზორთან იქნება უყუროს, იმიტომ რომ დიდი სიამოვნება არის. გიორგი, რუსთავიორის მუსიკალურმა პროექტებმა ძალიან ბევრი ვარსკვლავი აღმოაჩინა და ძალიან ბევრ მომღერალს მისცა სწორი კარიერული გზანა. საინტერესოა აი ახალ კონკურსანტებში რა შეძებთ, როგორი იქნება მესამე სეზონი? გარდა ვოკალური შესაძლებლობების. ვამბობთ, ანუ საქართველოს არის ის ქვეყანა, რომელიც მართლა გაგვიმართლა და ნიჭით ამ ხრივ სიმღერის ნიჭით მართლა დაჯილდოებული და ყოველ წელს არ ვაკეთო, ყოველ წელიწადში ორჯერ ვაკეთო ეს კონკურსები, სულ მოდიან ახალგაზრდა ახალი თაობის მომღერლები, რომლებიც მართლა კარგად ღერიან და ნიჭიერები არიან და ბუნებრივად არის ეს რაღაცნაირად ფოძებული და თუ მე ვოკალურად ემზადებიან, ხო საერთოდ, ამიტომ მაგ ხრივ არ უჭირს არც ერთს და არც კონკრეტულად ჩვენ პროექტებს. ამიტომ ჩვენ თავაზობთ მაყურებელს ახალი ნაკადი მოძან ნიჭიერი ბავშვების კარგი ნაკადია. მოგწონს, ხო, იმიტომ რომ საინტერესო ბავშვები არიან, ზოგი თან სოციმედიაც ხო ეხლა ძალიან დიდ როლს თამაშობს და ზოგი მათგანაც TikTok-ზე გავარდნილი, YouTube-ზე რაღაცა, მაგრამ აი ესე კონსოლიდირება ამათ სოციალურ ქსელებში შეიძლება ცნობადი ვიღაცის შეიძლება იყოს ცნობადი, ვიღაცის შეიძლება ეხა იწყებენ და ასე ვთქვათ, ჯერ არ მაგრამ აი ყველანაირი იმით ცდილობენ და ჩვენი ამოცანა რუსთავიაში არის რომ აღმოაჩინოთ ესე მივცეთ ასე ვთქვათ შანსი გავიყვანოთ სცენას და ნუ ჟიური და ვოკალური პედაგოგები და მუსიკალური რედაქცია ამას უზრუნველყოფს რომ მათგან რაღაცნაირად დადგნენ საუკეთესო ну ვარსკვლავები და მომღერლები, რომელსაც მაყურებელი მე დამწყები მომღერლებისთვისაც ეს არის უდიდესი გამოცდილება, ხო მიდგეს სცენაზე, კამერების წინ, ამდენი მაყურებლის წინაშე და კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსები გაძლევს გზას იმისთვის, რომ გაიგანო, მიხვდე, გინდა თუ არა ყოფნა სცენაზე და მე ესე ვიყავი, როდესაც პირველად გამოვედი ვიყავი 14 წლის, ძალიან პატარა ვიყავი. 10 წლის წინ იყო ზუსტად, სხვა შორის მემორია მომიგდა და 10 წლის წინ იყო ზუსტად და აი მართლა ძალიან მაგარია. აურა კარგი იყო. 10 გარაფერი. 10 მეგონა რომ რაღაცას ითხოვდა ეხა 30 და 10 და მოკლედ ჩვენთან არიან ნათელი მაგალითები. კი. ხო, მაგალითები ხო? ები კი ბატონო. დათუნა მესტერიშვილი და მარია მერქომაიშვილი. პირველი სეზონის მონაწილე და მეორე სეზონის გამარჯვებული. დათუნა და მარია, მოდით ჩვენთან. მოგესალმებით. შეიძლება მოგესალმებით. გამარჯობა. როგორ ხართ, მეგობრებო, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. გითხარით ორი სიტყვა საქართველოს ხმაზე. რას ურჩევთ ახალ კონკურსანტებს? პირველ რიგში გილოცავთ დღევანდელ დღეს და მთელ საქართველოს ვილოცავ. ძალიან კარგია რომ მესამე სეზონი იწყება. მესამე სეზონის მონაწილეები ფაქტობრივად უკვე გამარჯვებულები არიან, იმიტომ რომ
თავის მსმენელს შეიძენენ ისეთ ხალხს ჯერ აქ პროექტში ისეთი ადამიანები არიან, რომ მარტო სიყვარული ტრიალებს, მუსიკალურ გამოცდილებას მიიღებენ აუცილებლად და კარიერულ წინსვლას რაც მთავარი არის. აი ასეთ პროექტებში მთავარი გამარჯვება ალბათ არის მონაწილეობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგრამ გამარჯვებაც არის ახლა ეგრეც. მარიამ, შენს რომ გითხრა, შენი გამოცდილება პირველი სეზონის. მეც გილოცავ თუ პირველეს ყოვლისა დღევანდელ უდიდეს დღეს. ხოლო პროექტს რაც შეეხება, პირადად ჩემთვის ეს იყო უდიდესი სიამოვნება. პირველი პროექტი იყო, სადაც მივიღე მონაწილეობა და რა ვიცი, მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ქვია და ძალიან კარგი. მონაწილეებს წლევანდელი სეზონის უსურვებ იმას, რომ აი მაქსიმალურად ისიამოვნონ და აი ნაკლებად ინერვიულონ და აი იმ მომენტით აი მიიღონ ძალიან დიდი სიამოვნება, იმიტომ რომ მე ძალიან მოენატრება. რა ხო თქვენ უნდა მოგვენიჭოთ უდიდესი სიამოვნება.